კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი და მისი რეგისტრაცია შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენი ამერიკელი მეგობრების არაღერების აქტი, რომელიც დარეგისტრირდა უკვე კონგრესში, მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ვინც გარეთ დგას უკვე უწყვეტად 53 თუ 4 დღე არის. მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ ქართული ოცნება არის სინამდვილეში ქართული კოშმარი, რუსული კოშმარი, რომელიც 2012 წლიდან თავს დააწყდა საქართველოს. ქართულ ოცნებას არ უნდა ჰქონდეს აღიარება არსად და ეს როგორც წესი გადამდებია ხოლმე ევროპელი პარტნიორებისთვისაც, ევროკავშირისთვისაც და აუცილებლად ნახავთ მსგავს აქტებს და რეზოლუციებს ჩვენი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან. თვეების განმავლობაში შეერთებული შტატებიც, ევროპაც ეუბნებოდნენ, რომ ნუ გველაპარაკებით ეს წესიერად გველაპარაკეთ. გახსოვთ ალბათ მილიონი დაყვავება იყო, მილიონი რაღაც ენის მოჩლექვა იყო, რომ იცი რა, თქვენი მეგობრები ვართ, თქვენი პარტნიორები ვართ, არ გინდათ. არა და არ გაჩერდნენ, ხო? უფრო მოუმატეს ქაჯობას და აი ქაჯობა როგორი უნდა ეხა განახებსო და ზუსტად ისე ელაპარაკება ჯო უილსონი, აი ამ რეჟიმს როგორც იმსახურებენ. აი ზუსტად ისე კაცური კაცია ვენაცვალე ჯიგარში. ეს არის ბუნებრივი პროცესი, ეს არის ადეკვატური რეაქცია მათი მხრიდან, როდესაც ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის წართმევას, თავისუფალი არჩევანის წართმევას ისინი პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმებით უპირისპირდებიან. ისინი დგანან ქართულ ხალხთან ერთად. ჩვენ სულაც არ გვიხარია, რომ კონკრეტული ინდივიდები საქართველოში არიან დასანქცირებულები, მაგრამ მათ გააკეთეს ეს არჩევანი. გულისხმობ ივანიშვილს და მის არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მათ გააკეთეს ეს არჩევანი, არ დაუტოვეს სხვა საშუალება დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლებს. ეს გარე ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათ მიერ მართული აგენტები დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციური ნაწილი, რომელიც მათ ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს იმისთვის, რომ მათი გლობალური ინტერესი დაკმაყოფილდეს და დახვდათ ისეთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საქართველოში და ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და შესაბამისად რა თქმა უნდა ეს მათ არ აწყობთ. ნებისმიერ ესეთი მცდელობა იქნება ეს რაღაცა დასანქცირება თუ ბოლოკუდის მოქნება მოქმედ ადმინისტრაციაზე მაქვს მით უმეტეს საუბარი ემსახურება იმას რომ შეძლების დაგვარად ძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ ბატონ ტრამპს